ივანიშვილის ოცნებებს ასრულების პირი არც საქართველოს სხვა რეგიონებში უჩანს. მილიარდერმა ახალ სტრატეგიას მიმართა და სოფლებში დაუგეგმავად ჩასვლა დაიწყო, მაგრამ მისი მხრიდან მსუყედ დაფინანსებული მედია საშუალებებიც კი ვერ მალავენ, რომ ამ სტრატეგიამ არ გაამართლა. ნებისმიერი წინასწარ დაუგეგმავი შეხვედრა, სადაც ხალხი მარშრუტკებით და მანქანის კოლონით არ ჩაჰყავთ, მილიარდერის ნერვებზეც და იმიჯზეც გამანადგურებლად მოქმედებს, რადგან მის გვერდით მდგარი მლიქნელებისგან განსხვავებით, ხალხი ცალსახად აგრძნობინებს, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. სანამ აქედან არ დაიწყება ქართული ოცნების ჩამობარცხნა, მანამდე არაფერი არ გამოსწორდება. ხალხის შეცდომაში არ შევყვანოთ რა. არ კიდება დაცა, შეურაცხყოფა არ მიუგენებია, არის არ მიუგენებია შეურაცხყოფა. მაგანი 5 ლარზე მოსულები არის. ამელი ჯგუფებაში ამას ეს გუნდის წევრია. გუნდის წევრია, ძალიან კულტურულად გამოდის. ვინ დაგაკრებიებს ამ აწყობილ ქვეყანას თქვენ? ბევრი რაღაცა კეთებანა რა. ერთი დატკვითხე არა იჭრება. არავის დაანგრევას და გაქცევას არ ვაპირებ ჩვენ. ჩვენ ისეთ ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობ, წადი ძმაო დაჯექი სახში. არა, ნახდადი და რატო? არა ვარ. მე პარტიის მონაწილეა. არა, ვაპირებ, იმიტომ რომ ეს არის პრორუსული პარტია, რომელიც ფინანსდება რუსული ხელისუფლების მიერ. წადი დაივსეთ რა თქვენ დუხი არ იყო თქვენ. აქ არ მოხვდეთ წადი მოშოვია. ეს მოვიდა, რაზე მოვიდა? როცა დაიცე დამასადე. როცა წყალი არ იყო, გაზი არ იყო, არაფერი არ აქვს, მიწა სანკად გასწორებლები. სად ეხარდნენ მაშინ, სად იყვნენ? ქართული ოცნების ლიდერის ვიზიტი ჩავარდა სამეგრელოშიც. იქ ივანიშვილის მიერ ირაკლი ალასანიას მიულინებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ვერც მილიარდერი იხსნა სამეგრელოს სოფლების მოსახლეობის გულისწყრომისგან. ირაკლი ალასანიას ვერ უშველა სახელდახელოდ შემოკრებილ ხალხთან ურთიერთობამ და ასევე საგანგებოდ შესწავლილი მეგრული ფრაზის გამოყენებამ. მეგრული ენის ცოდნა არ ცოდნა შესაძლოა არც იყოს პოლიტიკოსისთვის გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ ალასანიას სამეგრელოში ვერ აგიქვამენ ამ კუთხის შვილად, რომელიც მის განვითარებაზე იზრუნებს და მოსახლეობის გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს. ყოფილმა კულინარიელმა, რომ მეგრული არ იცის, ჟურნალისტის მიერ სენაკში მისთვის საგანგებოდ დასმული შეკითხვის იგნორირებითაც კარგად ჩანს. მუზმა ხუმას მოდეღან სამარგალეშე ბატონო ირაკლი. ასევე არ გაამართლა ალასანიას ცნობილმა განცხადებამაც, რომელსაც მეოცნებები მთავარ ჯოკერად აგიქვამდნენ, მაგრამ სინამდვილეში იგი მხოლოდ მოსკოვმა და აფხაზეთის მარიონეტულმა ხელისუფლებამ აიტაცეს. ჩაკეტეს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის, სამოქალაქო საზოგადოებას მიიღებს ჰომს, მიიღებს სირიას. სააკაშვილი დასავლეთ საქართველოში აქტიურად ქმნის შეერაღებულ ფორმირებებს. როცა ამ ცნობილ განცხადებაზე კომენტარის თხოვეს, ალასანიამ სენაკში მისთვის თავის არიდება სცადა, მაგრამ ბოლოს მაინც უთხრა ჟურნალისტს, რომ შეიარაღებული ბანდფორმირებების არსებობას სამეგრელოში მოსახლეობა ადასტურებს. ამ განცხადებამ კი მოსახლეობაში გაკვირვება გამოიწვია. ვინა შეიარაღებული? ნაუმარი კაცი ვარ, ვიცნობ პარტიზანი კაცი ვარ, ვიცნობ ყველა ლოგონი არის. არც იქნება. ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ სამეგრელოში და ზუგდიდში არის უკანონო ბანდფორმირებები. თქვენ თუ გსმენიათ ამის შესახებ? არა, ამის არა. არაფერი. არ არის? არა, მე არ გამიგია. ეს პირველი ახალ თქვენ რო ამბობთ. სრულ ინფორმაცია. ოია. არ გამიგია მე. არაფერი. შეიძლება არის, მაგრამ არ ვიცი, მე არ გამიგია. ალასანიას გამოსვლებსა და შეხვედრებს სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის წარუმატებელი ვოიაჟის შემდეგ ბუხტი მოაკლდა. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მსგავსი შეხვედრების დროს ჭირიცოფლში იწურება, მაგრამ არ იმჩნევს. არც იმას იმჩნევს, რომ მოსახლეობის მხრიდან მისი მისამართით პრეტენზია სულ უფრო ხმამაღლა ისმის. სიტყვით მინდოდა გამოსვლა, მაგრამ უარი მითხრა. სულ მინდოდა 3 წუთით გამოსულიყავი და მე თქვა ის რა ქვია სიტყვა. მინდოდა რატომ ატყუებს ხალხს? ერთი რომელი სანაკისია პარტია, მაგრამ ბანდიტი და ქურდია. ყველა არიან მაგენი ქურდები და ბანდიტები. სამაგიეროდ ალასანიას შეუძლია თავი ისეთი მხარდამჭერებით დაემშვიდოს, რომლებიც მზად არიან კოალიციის საწევრო ისევე ერთგულად გადაიხადონ, როგორც ერთ დროს კომპარტიის საწევროს იხდიდნენ და ამავე დროს ფრიად სასაცილო გამოთვლებითაც დაკავდნენ. კომუნისტების წევრები, პარტიის წევრები იყიდნენ, უთლისში გადავიხდიმეთივე. მაგრამ გავიცინე. 1000 ინგლისურის მასწავლებელი. ახლა როგორც დადიჯერო, იქ 10% მაინც არ იქნება იმ 15000 მასწავლებლებში ბოზ. ესე 2500. უკვე ბოზები არის საქართველოს. 1500 ჩვენი მიემატება. ხოდა თქვენ ხადებო იცინეთ.
ქალების სიცილის რა მოგახსენოთ, მაგრამ აი რუსი ოკუპანტები კი ნამდვილად გაიცინებდნენ მათ მიერ ზუგდიდში შემოგზავნილი ნაღბი, რომ სამართალდამცველებს დროულად არ აღმოეჩინათ და პროკურატურასთან აფეთქებულიყო. მით უმეტეს, რომ ალასანია და მისი ახალი საძმო მზად იყვნენ ეს არ შემდგარი აფეთქება ისევ ხელისუფლებისთვის დაებრალებინათ. როგორც საჯარო მოხელეები ძველად დებდნენ ნაღბებს და შემდეგ პოულობდნენ და აბრალებდნენ სხვადასხვას, დღესაც დაამთხვიეს ეს კონკრეტულად ჩემი ჩამოსვლის დღეს. Товарищ знакомый, военнослужащий подполковник Василий Васильевич пришел ко мне на дом, предложил дело. Я спросил, что за дело. Вот. Он мне сказал, пойдем расскажу. Я пошел с ним в машину и мне говорит, привел на машину сел, привел на базу и объясняет, что надо Зугдидскую прокуратуру взорвать. სანამ ალასანია და მისი შეფი საქართველოს აბუნტებაზე ოცნებობენ, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები კვლევებს ატარებენ და ივანიშვილისთვის არც თუ სახარბიელო რეიტინგებს აქვეყნებენ. ეს მილიარდერს კიდევ ერთ მტკიცებულებად გამოადგება იმისთვის, რომ დარწმუნდეს, ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას? ნაციონალური მოძრაობა 37%, ქართული ოცნება 19%, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 10%. რეიტინგებისგან თავგზარეული ივანიშვილი არაადეკვატურ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს და იქამდეც კი მიდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნდობა გამოცხადებულ ორგანიზაციაზე ვაშინგტონში საჩივარს აგზავნის და მოითხოვს ამ ორგანიზაციას კვლევების ჩატარება აეკრძალოს. მოგმართავთ წინადადებით საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში NDI და IRA-ს საქართველოში შეწყვიტონ სოციოლოგიური კვლევებით რეიტინგების გაზომვა. ივანიშვილის იმპერატიული და ულტიმატუმური ტონი, რომელსაც საკუთარი ფინანსების ყოვლის შემძლეობაში დარწმუნებული მილიარდერი ხშირად იყენებდა მედიის მიმართ, დიდად არც ახლაა შეცვლილი, თუმცა მისთვის უკვე არსებობენ გამორჩეული მედია საშუალებები. მილიარდერი მათ გულუხვა და აფინანსებს, აქციებზე პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს მათ წარმომადგენლებს, პასუხობს მხოლოდ მათ შეკითხვებზე. არადა თავდაპირველად ივანიშვილი მედიაზე საკმაოდ განაწყენებული იყო და ის მედია საშუალებები, რომლებიც ახლა მის ქებაში ათენაღამებენ, ამისთვის აკრიტიკებდნენ კიდეც. თუ არ მომყიდი ფსევდოოპოზიციური ტელევიზია ხარ, ხალხს რო ეთქვი, თუ არ მომცემ ბოზი ხარ. თუ მომცემ ბოზია. მე მქონდა ჩემი მოსაზრებები ზოგიერთ მედია საშუალებებთან დაკავშირებით და გამოვთქვი კიდეც. პრობლემები იყო ტელეკომპანია კავკასიაში და გამოსწორდა. ასევე მოხდა მაესტროშიც. ტელეკომპანია მაესტრო იმსახურებს ბოიკოტს, რადგანაც აღვილახსნილად მიეყიდა აი ამ ივანიშვილს. იმავდროულად ჩვენ შევნიშნეთ ანალოგიური გადახრების მსგავსი რამ კავკასიის ქმედებაში. სიტუაციის გამოსწორება არა ივანიშვილისადმი სიმპათიამ, არამედ იმან განაპირობა, რომ საკუთარი და სხვების, მაგრამ მაინც მილიარდერის დაქვემდებარებაში მყოფი ტელევიზიების მიმართ ივანიშვილი საკმაოდ ხელგაშლილია. საბოლოოდ ივანიშვილი სწორედ ამ ტელევიზიების ინფორმაციას ეყრდნობა და აქედან გამომდინარე არცაა გასაკვირი, რომ ასე იქცევა. Masli maçame malakire